სურპრიზი, ირანი და შეერთებული შტატები სრულიად საპირისპიროს ამბობენ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე. რას ნიშნავს ეს, მარკ? ეს ნიშნავს, რომ უზარმაზარი განსხვავებებია, რუთი ბლუმ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები ამბობენ, რომ მათ ეს სურთ მოლაპარაკებებიდან, ირანელები კი ამბობენ, რომ მათ სხვა რამ სურთ მოლაპარაკებებიდან. და თუ სიტყვით მივიღებთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, თუ რეალურად მოусმენთ ხარეების განცხადებებს, ძალიან მცირე შანსია, რომ ეს წარმატებით დასრულდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გულისხმობთ წარმატებაში, რადგან ჩემი აზრით წარმატება იქნება ის, რომ შეერთებულმა შტატებმა აღიაროს, რომ ირანს საერთოდ არ აქვს რაიმეზე უარის თქმის განზრახვა და ის ომს აგებდა. ახლა კი ფიქრობს, რომ ომს იგებს. ამიტომ ჩემი აზრით წარმატება ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. და რომ პრეზიდენტი ტრამპი სამხედრო ვარიანტს დაუბრუნდებება, რადგან ეს არის ის, რაც მას დარჩა, ან ასევე ეკონომიკურ ვარიანტს. ამიტომ მე ამას სხვაგვარად უყურებ. ჩემთვის წარმატება ძალიან ნათელია. ჩემთვის წარმატება ნიშნავს იმას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულია. არანაირი თუ, არანაირი მაგრამ, ეს ნამდვილად დასრულებულია. და ეს ნიშნავს, რომ ორი ელემენტი უნდა იყოს. პირველი, უკვე მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი, რომელიც ირანშია, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ბირთვულ მტვერს უწოდებს, უნდა იქნას გამოტანილი ირანიდან. ის უნდა გაიტანონ ირანიდან. და მეორე, ირანს არ უნდა კონდეს შესაძლებლობა გაამდიდროს მეტი ურანი, რადგან მაშინ ისევ საწყის წერტილში დაუბრუნდებით. ეს ის საკითხებია, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა. ეს ის საკითხებია, რაც პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თქვა. იცით რა, ეს ის საკითხებია, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ვანსმაც თქვა. კითხვა ისაა, შესაძლებელია თუ არა ამის დიპლომატიური გზით გაკეთება. ჩვენ ორივე აქ ვართ JNS-ის პოლიტიკის კონფერენციაზე, სამიტზე, რომელიც ვალდორფ ასტორიაში, იერუსალიმში ტარდება. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადება აქ, კვირა საღამოს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა. მან თქვა, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მოიპოვებს. მან აღნიშნა, დიპლომატიურად თუ სამხედრო გზით ისინი იარაღს ვერ მოიპოვებენ. მან თქვა, და რაც იგულისხმა ამით იყო ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს საბოლოოდ რას გააკეთებს შეერთებული შტატები, ის ამას არ დაუშვებს თავისი ხალხის და ისრაელის დასაცავად. ის ისრაელის ინტერესებზე საუბრობდა, ხომ ასეა? ეხლა აი რა პრობლემაა ამაში? ჩვენი პრობლემა ვიცე-პრეზიდენტია, არა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი JD Vance, რადგან რეალურად ის არაფერს აკეთებს პრეზიდენტ ტრამპის ნებართვის გარეშე, არანაირად. მართალია ტრამპმა ხუმრობით თქვა, რომ თუ ეს არ გამოვა, ვენსს დაადანაშაულებს. იცით თუ გამოუვათ, ვენსი მიიღებს დამსახურებას. თუ არ გამოუვათ, მას დაადანაულებენ, მაგრამ აი პრობლემა. თქვენ ამბობთ, რომ თქვენს არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ბირთვული მტვერი, მართლა? და JD Vance-მა თქვა, და თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმაც თქვა, ხო? და როცა ბალისტიკურ რაკეტებზე იყო საუბარი, მან თქვა, ხო, საუდის არაბეთს ბალისტიკური რაკეტები აქვს. და არ არის სამართლიანი, რომ ირანს ბალისტიკური რაკეტები არ ქონდეს. და შემდეგ მათაც კი თქვეს, როცა ვამბობ მათ, ვგულისხმობ ტრამპს და ვანსს, ხან ერთმა, ხან მეორემ, რაღაც მსგავსი, რომ ხო, ურანის გამდიდრების გარკვეული დონე, რაც საპირისპიროა იმის თქმისა, რომ საერთოდ არ უნდა იყოს გამდიდრება და მთელი ბირთვული მტვერი უნდა გაიტანონ. გარდა ამისა, რონ დერმერი, ისრაელის სტრატეგიული საკითხების ყოფილი მინისტრი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ვაშინგტონში ისრაელის ელჩად მუშაობდა შეერთებულ შტატებში. და ძალიან ახლო მრჩეველი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მრავალი წლის განმავლობაში ცოტა ხნის წინ თქვა, რომ რეალურად საფრთხე ისლამური რესპუბლიკისგან იმდენად შემცირებულია და ურანი იმდენად ღრმადაა მიწის ქვეშ, რომ ფაქტობრივად ჩვენ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა იმდენად შევამცირეთ ყველა შესაძლებლობა. მათ აიძულეს საზღვაო ძალები, რაც მართალია და ხელმძღვანელობა და ასე შემდეგ, რომ რეალურად ეს აღარ წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს. ამიტომ მე ყველა ამ განცხადებას შემაშფოთებლად ვთვლი და არა იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ დერმერი ცდება. მე ნამდვილად არ მაქვს მეტი ინფორმაცია, ვიდრე მას აქვს. შემაშფოთებელია ის, რომ თითქოს ჩვენს ნათქვამს რაღაც ნაწილებს აკლებენ ან ამრგვალებენ. არც ბირთვული იარაღი, არც ბალისტიკური რაკეტები, არც პროქსი ძალები და არც ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი. ამიტომ ძალიან ნერვიულობ, რადგან როცა ასეთ გლობალურ ჯიჰადისტებთან ასე იქცევი,
მხოლოდ ამხნევებდა, უფრო გაბედულს ხდი მათ. აი ამიტომაც ამბობენ, არა ბოდიში, უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ შეერთებული შტატები და ისრაელი ამ ომში ვიმარჯვებდით და ის მალე დასრულდებოდა. იცით როგორ უყვართ ამ ამერიკელებს თქმა? ჩვენ არ მოგწონს ეს უსასრულო ომები. ეს უსასრულო ომი არ არის. ეს სწრაფი ომი იყო და კიდევ უფრო სწრაფი იქნებოდა, რომ არა ეს მუდმივი ხანგრძლივი ზავი, რომელმაც რეჟიმს საშუალება მისცა თავის თავს ეთქვა: ჰეი, სულ ერთია, რამდენ ლიდერს მოკლავთ. ჩვენ მაინც აქ ვართ. მინდა რამდენიმე რამეს უპასუხო, რაც თქვით. პირველ რიგში JD Vance-ზე, ვიცე-პრეზიდენტზე. ზოგი ადამიანი მას ბუად აქცევს. და ეს მახსენებს იმ დროს, როცა ამ ძევლების მოლაპარაკებები გქონდა და უიტკოფი ამას აკეთებდა. და ზოგმა ისრაელელმა ის ბუად აქცია, თითქოს ბოდიში ჰამასის სპიკერი გახდა. და თქვენ სწორად თქვით. ყველა ეს მაღალი თანამდებობის პირი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის სახელით საუბრობს. და საბოლოოდ, თუ თქვენ არ მოგწონთ ის, რასაც JD Vance ამბობს, უნდა იყოთ უკმაყოფილო ტრამპითაც. ის პრეზიდენტის მსახურია, ის პრეზიდენტის ნებით მსახურობს, ხომ ასეა? ასე რომ ვფიქრობ, ეს ძალიან ნათელი უნდა იყოს. მეორე საკითხი, რაც მინდა ვთქვა. თქვენ თქვით, რომ ბალისტიკურ რაკეტებზე არავინ საუბრობს და მართალი ხართ. ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ პროქსებზე არავინ საუბრობს და ესეც მართალია. თქვენ იტყოდით, ჩანს, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა თითქოს თაროზეა შემოდებული ან ღრმა გაყინვაშია. ამაზე ამჟამად არავინ საუბრობს და მართალი იქნებით. მე ვამტკიცებდი და არ არის საჭირო რომ დამეთანხმო რუთი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ერთადერთი გადამწყვეტი საკითხი, თუ პრიორიტეტებს დაალაგებ, ყველა მნიშვნელოვანია. მინდა რომ ყველა ეს საკითხი მოგვარდეს. მინდა რომ რეჟიმი დაეცეს, მინდა რომ ირანმა უარი თქვას ბალისტიკურ რაკეტებზე, მინდა რომ დასრულდეს ირანის პროქსი, არმიები იემენში, ღაზაში, ლიბანში, ეს ყველაფერი მინდა ვნახო. მაგრამ ერთი რამ, რაც პოლიტიკის შემუშავებლებს უნდა გააკეთონ, როცა ამაზე წარსულში გვისაუბრია, პოლიტიკის შემუშავებლებს პრიორიტეტების დასახვა სჭირდებათ. და მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ბირთვული საკითხი, ნომერ პირველი საკითხია. და თუ ბირთვულ საკითხში წარმატებულ შედეგს მიაღწევთ, იქნება ეს სამხედრო გზით თუ დიპლომატიური გზით, ეს ყველაფერი დანარჩენს გადაფარავს. და თუ ამას შეძლებთ, ვფიქრობ ეს კარგი რამ იქნება. როგორც ებრაელები ამბობენ, სედერის ღამეს, დაიენუ, ეს საკმარისი იქნება. მაგრამ კიდევ ერთი ბოლო რამ. სწორად ამბობთ, რომ თუნდაც ხვალ ეს ცუდად დასრულდეს. თქვათ და მე არ მჯერა რომ ეს მოხდება, მაგრამ თქვათ რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააკეთებს ობამა ბეს. ხომ ასეა? მივიღებთ კიდევ ერთ უცნაურ შეთანხმებას, რომელიც უბრალოდ გადადებს პრობლემას. და შემდეგ იცით, მე კიდევ ვიტყოდი, მაშინ რუთი ბლუმი და მე ვეტყოდი ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს. ყველაფერი, რაც ბოლო 40 დღეში მოხდა, როცა ირანის რეჟიმი ფაქტობრივად თავკუჭდა, როცა თქვენ გაანეიტრალეთ მთელი რიგი მაღალი რანგის ლიდერები, უზენაესი ლიდერ აიათოლა ხამენეიდან დაწყებული, სამხედროებისა და რევოლუციური გვარდიის მეთაურებით დამთავრებული. თქვენ თავკუჭეთ რეჟიმი. თქვენ გაანეიტრალეთ მათი ბირთვული მეცნიერები. თქვენ გაანადგურეთ მათი ბირთვული პროგრამა. დიახ, თქვენ ნამდვილად უკან დაახევინეთეთ მათ. გავიგეთ, რომ თუ ადრე ბომბის შექმნამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა ან თვე აშორებდათ, ეხლა 3 წლით არიან დაშორებული. ბირთვული ბომბის შექმნამდე, რაც მნიშვნელოვანი ცვლილება. და თუ ამ 3 წელს მხოლოდ მაშინიდან დავთვლით, როცა პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობას დაასრულებს, მაშინ ისინი ბირთვული ბომბის შექმნამდე 5 წლით იქნებიან დაშორებული. თქვენ სერიოზულად დაარტყით მათ სარაკეტო პროგრამას. მთლიანად არ გაუნადგურებიათ, მაგრამ სერიოზული დარტყმა მიაყენეთ. გაანადგურეთ მათი შესაძლებლობა, კიდევ მეტი რაკეტა აეშენებინათ. ამ საკითხში ნამდვილად ძლიერად დაარტყით. მათი პროქსებით სერიოზულად დააზარალეთ. ჰამასი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ჰეზბოლა აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ისინი ჯერ კიდევ არსებობენ. მაგრამ ისინი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძალისა, რაც ადრე ჰქონდათ. ასე რომ თუნდაც ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდეს, ანუ თუნდაც პრეზიდენტმა ტრამპმა ობამას ტიპის შეთანხმებაზე წავიდეს, პლუს მინუს, რასაც მე არ ვიმედოვნებ და არ მჯერა რომ გააკეთებს, მაგრამ თუნდაც ამ ყველაზე ცუდი სცენარში, ჩვენ როგორც ისრაელები და როგორც დასავლური სამყარო, მაინც ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მანამდე ვიყავით, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა. კარგი, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ზე ბევრს წერს, თანაც ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოს ამბობს. ასე რომ არ არის მართალი, რომ ბალისტიკური რაკეტები არ იყო ნახსენები. მან უბრალოდ თქვა, რომ შეიძლება ირანს შეეძლოს შეინარჩუნოს ზოგიერთი ბალისტიკური რაკეტა. სწორია. მეორეც, მან წინამდვილეში Truth Social-ზე რაღაც დაწერა პროქსებზე, რომ მათ არ უნდა ჰყავდეთ პროქსები. ის მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს ამბობს. და თქვენ მართალი ხართ. ეხლა უფრო უსაფრთხოდ ვართ, ვიდრე ადრე ვიყავით.
მაგრამ გარკვეულწილად ეხლა უფრო ცუდადაა საქმე და გეტყვით რატომ ვფიქრობ რომ ასეა. როცა ბარაკ ობამა პრეზიდენტი იყო, მას ჰქონდა მიზანი შეესუსტებინა შეერთებული შტატები და ესუსტებინა დასავლეთი, მტრისთვის დაეთმო. მან ეს თავიდანვე თქვა, ის საულ ალინსკის მიმდევარი იყო. იცით, ამერიკა შიგნიდან უნდა გაანადგურო. მან ასევე თქვა, რომ ამერიკა არაფრით აღემატება სხვა ქვეყნებს. მას ჰქონდა თავისი მიზანი და მისი შეთანხმება ისლამურ რესპუბლიკასთან ამ მიზნის ნაწილი იყო. ამიტომ ეს იყო თანმიმდევრული და თანხვედრილი. პრეზიდენტმა ტრამპმა კი მეორეს მხრივ საპირისპირო თქვა. მან ის შეთანხმება გაუქმა. მან თქვა, არა, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მათ ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეთ. მან თქვა, რომ ისინი არ შეიძლება იყვნენ ასეთი ბოროტი ძალა მსოფლიოში. ის ირანზე ასე ლაპარაკობს 1980-იანი წლებიდან, ბევრად ადრე, ვიდრე პოლიტიკაში შევიდოდა. პრობლემა აქ არის. მას შემდეგ, რაც სამხედრო მოქმედება განხორციელდა, ძალიან წარმატებული. ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო მეტად ისრაელის მხრიდან. ვიცი, რომ ტრამპს უყვარს ამისთვის დამსახურების საკუთარ თავზე აღება, მაგრამ თუნდაც 12 დღიანი ომი, ანუ რეალურად ისრაელმა გააკეთა ყველაზე რთული საქმე და აშშ-ო მოგვიანებით ჩაერთო. არ ვამცირებ აშშ-ის მიღწევებს, სულაც არა. უბრალოდ ვამბობ, რომ ისრაელმა გააკეთა ეს უბრალოდ ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით იმ გროიპერებისთვის, ვინც ამბობს, რომ ისრაელი ამერიკელ ჯარისკაცებს სასიკვდილოდ იმეტებს, ან რაღაც მსგავს სისულელეს. ეს სიმართლე არ არის. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, რომ თქვა, კარგი, ეხლა მოლაპარაკებებს დავიწყებთ. რასაც ამით აკეთებ, რეალურად ობამაზე უარეს საკეთებ, რადგან მათ ამხნევებ. იმას ამბობ, რომ მათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანაბარ პოზიციაზე აყენებ. ისინი აგებდნენ. მათ მშვიდობისთვის უნდა ებრძოლათ, ვიდრე ქონოდათ ეს. ეხლა მართალია ტრამპი სულ ამბობდა, კარგი, თუ არ გინდათ მოსვლა, არ გინდათ. ისინი კი ამბობდნენ, რომ ჩვენთან საუბარს გვეხვეწებიან. მაგრამ სინამდვილეში ის, რასაც გადასცემდა, იყო ის, რომ თვითონ ეხვეწებოდა მათ საუბარს. და ეს იმიტომ, რომ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, მას არ უყვარს სამხედრო მოქმედებები. ეს ნორმალურია. თუ ამერიკელების უმრავლესობას არ მოსწონს სამხედრო მოქმედებები, პრეზიდენტი სწორედ თავის ხალხს უნდა მოერგოს, რაც მისაღებია. არავის მოსწონს, თქვენ გონიათ მე მომწონს სამხედრო მოქმედებები, როცა ჩემი შვილი ფორმაშია? რა თქმა უნდა არა. ხანდახან სხვა გზა არ არის. და დონალდ ტრამპმაც ეს აღიარა და იმოქმედა. თუ ახლა ყველაფრის შემდეგ, ამ მიღწევების შემდეგ, უბრალოდ ველს ცარიელს სტოვებ. რეალურად ის გზავნილი, რასაც აგზავნი, არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს. ამ ისლამისტებით მათთვის ეს დამარცხებად არ ითვლება, თუ მათი რომელიმე პროგრამის ნაწილი მაინც დარჩება. ეს ჩვენზეც ასეა. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო უსაფრთხოდ ვართ, გულისხმობ რაც მოხდა, თუმცა ბოდიში ჩვენი ჩრდილოეთის მცხოვრებლები, ისრაელის ჩრდილოეთის მოსახლეობა უსაფრთხოდ არ არიან. მათ ბომბავენ. და სანამ ამაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ის მესიჯები, რომლებიც ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებიდან გამოდის, ისრაელი არ მონაწილეობს ირანს და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში, მაგრამ ისრაელი და ლიბანი საუბრობენ და ამერიკელი ოფიციალური პირები იმას, რაც ხდება, ჰეზბოლასასა და ისრაელს შორის ძალადობის ციკლად მოიხსენიებენ. ბოდიში, მაგრამ ეს აბსურდია, ეს ძალადობის ციკლი არ არის. ეს არის მტერი, რომელიც უდანაშაულო ისრაელერებსა და უდანაშაულო ჯარისკაცებს ესხმის თავს. ისინი ტერორისტული ჯგუფი არიან, ისინი სასტიკები არიან. თუ მათ თავისი ნება ექნებოდათ, ისინი ჰამასის 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტას ბავშვურ თამაშად აქცევდნენ. ასე რომ თქვენ 100%-ით მართალი ხართ. ბოდიშით, ჰეზბოლა სასტიკია. სასტიკი, ბრუტალური მტერია და მათ არანაირი სინანული არ ექნებოდათ, რომ ყველა ისრაელი ამოეწყვიდათ. კარგი, მოდი ილუზიები არ კონდეს. მაგრამ რა არის რეალობა ადგილზე? ისრაელი აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს. ჩვენ შევქმნით უსაფრთხოების ბუფერული ზონა, სადაც ჩვენი ჯარისკაცები გამაგრდნენ და ანადგურებენ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას. და ყოველდღე ვიღებთ ცნობებს ჰეზბოლას გვირაბებზე, ჰეზბოლას ციხესიმაგრეებზე, მიწისქვეშა სარდლობისა და მართვის ცენტრებზე. ისინი აშენებდნენ ლიბანში, სამხრეთ ლიბანში განსაკუთრებით სამხედრო ინფრასტრუქტურას, რათა ჩვენზე თავდასხმა მოეხდინათ. და დღეს ისრაელი ამ წუთასაც კი აკონტროლებს ამ ტერიტორიის დიდ ნაწილს და ჩვენ ვშლით ამ ინფრასტრუქტურას. და რაც მე ვიცი, და თუ აქ ძალიან არ გამაკვირვებენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნიშნავს, რომ ისრაელი და ჰეზბოლა ჩვენ ვამცირებთ ცეცხლის ინტენსივობას.
მაგრამ ჩვენ ვრჩებით იქ, სადაც ვართ და გავაგრძელებთ დაშლას იმ ტერიტორიებზე, სადაც ვაკონტროლებთ სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჰეზბოლას სამხედრო მანქანის დაშლას ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ირანთან. და თუ ჰეზბოლას ცდის ბოლაიმ, დიახ, ბოდიში, ამ ფარგლებში დიახ. რაც მე აქ ვამბობ, ნათელია. ისრაელი შეძლებს გააგრძელოს ის, რასაც სამხრეთ ლიბანში ვაკეთებთ. და თუ ჰეზბოლა დაგვესხმის თავს, ჩვენ უპასუხებთ. ცეცხლის შეწყვეტა ერთხრივი არ არის. ეხლა მართალია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სთხოვა. ისრაელს ცოტა შეეკავებინა თავი ლიბანის სხვა ნაწილებში, რაც ისრაელისთვის, იცით, შეზღუდვაა ჩვენი საპასუხო დარტყმებისთვის ჰეზბოლას წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, თუ ისინი ძალიან სერიოზულ პროვოკაციას ჩაიდენენ, ჩვენ გვექნება გამართლება. იცით, რომ გავზარდოთ ჩვენი პასუხი. მაგრამ თამაშის წესების ფარგლებში, სადაც ვართ, შეგვიძლია თავი დავიცვათ. შეგვიძლია საპასუხო დარტყმა მივაკენოთ, როცა ისინი გვიტევენ. ამასობაში კი ჩვენ ვშლით ჰეზბოლას სამხედრო მანქანას, ტერორის მანქანას, ლიბანის სამხრეთში, იმ დიდ ტერიტორიებზე, რომლებსაც ვაკონტროლებთ. იცით, ეს სამყაროს დასასრული არ არის. ეს არ არის ისეთი რამ, რის გამოც თმას უნდა იგლიჯავდეთ და თქვათ, რომ ეს საშინელი მდგომარეობაა. შეიძლება უკეთესიც იყოს. მაგრამ როგორც წარსულში გითხარით, არასოდეს მისცეთ კარგს უფლება, სრულყოფილს გზაზე გადაეღობოს. კარგი, ანუ გულისხმობთ, რომ არასოდეს მისცეთ სრულყოფილს უფლება კარგს გზაზე გადაეღობოს, ხომ ასეა? ვიცი, ეს ყოველთვის აბნევს, მაგრამ აქ ნება მომეცით რაღაც გითხრათ. ვიცი, თქვით, რომ ჩვენ JD Vance-ი ბუად ვაქციეთ, ხო და იმსახურებს კიდეც. და ნება მომეცით რაღაც გითხრათ. და ნება მომეცით გითხრათ რამდენიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხან ლიბანსა და ჰეზბოლაზე თქვით. President Trump გონიეს გუშინ იყო. ეხლა კი კონფერენციაზე ვართ. დღეს სამშაბათია. სამშაბათი 23 ივნისია, ასეა? სწორია, გადავამოწმებ. დამნიშნელოვანია ამის თქმა, რადგან პრეზიდენტი ტრამპი სხვადასხვა დღეს სხვადასხვა რამეს ამბობს. რაც გუშინ თქვა პრესკონფერენციაზე კითხეს. მან თქვა, იცით, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი დარჩება სამხრეთ ლიბანში, იმ ადგილებში, სადაც ახლა იმყოფება, რადგან ირანის რეჟიმი აშშ-თან მოლაპარაკებების ფარგლებში ითხოვს, რომ ისრაელმა სრულად გაიყვანოს ყველა ჯარისკაცი ლიბანიდან. არა მხოლოდ არის როლონ, არამედ საერთოდ წავიდნენ იქიდან, კარგი? სხვათა შორის ამას ლიბანის მთავრობაც ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეხმარებით მათ ჰეზბოლას დამარცხებაში, მაგრამ ეს ახლა სხვა საკითხია. პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტს კითხა, სად თქვა, ვისთან თქვა ეს ნეთანიაჰუზე. და ჟურნალისტმა უპასუხა, რომ მან ეს საჯაროდ თქვა. მან თქვა ეს, სინამდვილეში მან ეს ამ კონფერენციაზეც თქვა. მან ეს საჯაროდ თქვა. ასე რომ, ტრამპის პასუხი იყო, ვნახოთ. მე პრობლემებს ვაგვარებ, პრობლემებს არ ვქმნი. მე მივხედავ ამას. კარგი, ეს მან გუშინ თქვა. სხვა სიტყვებით, მართლა, ბიბიმეს თქვა, ვნახოთ. ეს ერთი, მეორე, რამდენიმე დღის წინ, გასულ კვირას, JD Vance-მა თქვა, ისრაელი პატარა ქვეყანაა. თქვენ 9 მილიონი ადამიანი ხართ. ნუ ფიქრობთ, რომ ყველა პრობლემას მკვლელობით გადაჭრით. როგორ გაბედა ასეთი საზიზღარი და ბილწი რამის თქმა. მან ასევე თქვა კიდევ ბევრი მსგავსი რამ. მერე ტრამპმა თქვა, ბიბის ვუთხარი, შეწყვიტე იმ შენობების დაბომბვა. შენობები. თქვა, რომ იმ შენობებში მარტო ტერორისტები არ არიან. ასე რომ, ნუ მეტყვით, რომ სრულყოფილი კარგის მტერი არ უნდა იყოს. ეს არ არის კარგი. მე იდეალურზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ იმაზე და ვიტყვი, რომ ეს არის კონფერენცია სავსე ხალხით, რომლებიც სინამდვილეში არა ყველა, მაგრამ ბევრი, ძალიან ტრამპის მომხრე იყო. ძალიან. და ისინი და ბევრი ადამიანი, ვინც ამ კონფერენციაზე ჩემთან საუბრობს, ძალიან იმედგაცრუებულია, ძალიან შეშფოთებულია. ყველა გაბრაზებულია JD Vance-ზე. და რატომ? იმიტომ რომ თქვით, ვინც ტრამპთან მუშაობს, ეს მისი პოლიტიკაა. დიახ. და იცით რა? სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ ეთანხმება ამას. და არც ომის მდივანი პიტ ჰექსეთი ეთანხმება ამას. და არც CIA-ის ხელმძღვანელი რატკლიფი ეთანხმება ამ პოლიტიკებს. სწორედ ამიტომ უთხრეს, რომ ენას კბილი დააჭირონ, თორემ დიდ პრობლემებში აღმოჩნდებიან. მაპატიეთ, რომ ასე ვამბობ, მაგრამ ისინი უბრალოდ ტრამპის ხაზს მიყვებიან. და ჩვენც კი არ ვიცით, ტრამპის ხაზი ყოველ ჯერზე იცვლება, როცა რამეს თვითავს. და მინდა ვთქვა, რომ ლიბანში მყოფი ჩვენი ჯარისკაცები სამწუხაროდ ხუმრობით ამბობენ, რადგან მათი სიცოცხლე საფრთხეშია და ბევრი მათგანი იღუპება, ამას ტრამბოლინის ბრძოლას ეძახიან.
Trump Twitter წერს: ზემოთ, ქვემოთ, ზემოთ, ქვემოთ, ქვემოთ, ისროლეთ, არისროლოთ, ისროლეთ, არისროლოთ. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ასე გრძნობენ თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მართალია. მართალია, რომ მათ აქვთ იარაღი. ვიცი, თქვით, რომ ისინი უსუსურები არ არიან, მაგრამ ისინი მაინც ხუმრობენ და ამას ტრამბოლინს ეძახიან. ტრამპი ამას ამბობს, ტრამპი იმას ამბობს, ხო ასეა და ეს შემაშფოთებელია. მომისმინეთ ჯარისკაცებო, მეც საბრძოლო ჯარისკაცი ვიყავი ლიბანში, არა ბოლო 10 წლებში, არამედ უკვე დიდი ხნის წინ. და ვიცი რა არის ჯარისკაცების შავი იუმორი. ეს არის გზა, რომლითაც კრიზისს უნკლავდები. სწორია. მაგრამ ფაქტი რჩება ის, რომ ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების ბუფერული ზონები ლიბანში, სირიაში და ღაზაში. და ეს უსაფრთხოების ბუფერული ზონები ემსახურება ისრაელის სახელმწიფოს ინტერესებს. დიახ. და ისინი მტერს უფრო შორს აყენებენ ჩვენი სამოქალაქო თემებისგან. და მინდა ვთქვა, უნდა გავიგოთ, რომ არმიის ამოცანაა ჩვენი ხალხის დაცვა. ხომ ასეა? ამიტომ თუ ისინი ლიბანში არიან, თუ ისინი სამხრეთ სირიაში არიან, თუ ისინი ღაზაში არიან, ისინი ტერორისტულ საფრთხეს ებრძვიან. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ღაზაში ისრაელს აქვს შესაძლებლობა შევიდეს იქ და ყველაფერი გაწმინდოს. მაგრამ სხვადასხვა სტრატეგიული შეთანხმებების გამო, ეხლა ჩვენ ვაკონტროლებთ ბოდიშით ღაზის 60%-ს, ხოლო დანარჩენ 40%-ს ამ ეტაპზე ვტოვებთ. სირიაში ახლა ყავს ეს ახალი ჯიჰადისტი. შენ მას ქვი ტერორისტი ჰალსტუხით, ხო? ხო. ის ბიჭი, რომელიც ალ-ქაიდადან მოვიდა, ალ-ქაიდადან, ISIS და ალ-ქაიდა. ის მაბართავს სირიის სახელმწიფოს. თავს კარგად აჩვენებს უღიმის პრეზიდენტ ტრამპს, ხო? ისრაელში მასზე ბევრი ილუზია არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, დამასკოში არ შევსულვართ. ჩვენ ვაკონტროლებთ უსაფრთხოების ზონას სამხრეთ ლიბანში, სამხრეთ სირიაში. სამხრეთ ლიბანში იგივეა, ხომ ასეა? და ამიტომ ვამბობ კიდევ ერთხელ. დღეთხელ არსებობს თუ არა შეზღუდვები, რომლებიც ჩვენ თვითონ დავაწესეთ. არსებობს თუ არა შეზღუდვები ჩვენს ქმედებებზე, სტრატეგიული რეალობების გამო, ჩვენი ურთიერთობის გამო ამერიკასთან. ახლა, აქ მინდა რაღაცა ვთქვა. ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე გადამწყვეტი ურთიერთობაა. და ურთიერთობა ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის გადამწყვეტი ურთიერთობაა, გადამწყვეტი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. და მინდა გითხრათ, რომ მაშინაც კი როცა ეს რთულია და ეწინააღმდეგება ისრაელის საზოგადოებრივ აზრს, პრემიერ-მინისტრი აუცილებლად არ აკეთებს არასწორ რამეს. როცა ის ამბობს, კარგი, პრეზიდენტო ტრამპ, ეს რთულია, მაგრამ ამ პირობებში შემიძლია დავთანხმდე იმას, რასაც მთხოვთ. უნდა გვახსოვდეს, ხომ ასეა? და მოდით გულწრფელები ვიყოთ. ისრაელს ყავს მეგობრები მსოფლიოში. ინდოელები, მოდი ინდოეთში, ისრაელის კარგი მეგობრები არიან, ხომ ასეა? სხვა კარგი მეგობრებიც ყავს მსოფლიოში. ყავს მეგობრები ევროპაშიც, ჯერა თუ არა. და ლათინურ ამერიკაშიც. კი, კოლუმბიაში არჩევნების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ახალი მეგობარი ყავს. კი, მეგობრები ყავს, მაგრამ არავინ არის, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაანაცვლებს. და ეს მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში. ხომ იცით, ქმარი და ცოლი. ყოველთვის ხომ არ უნდა უნდოდეს ცოლს სიდედრს იმამთან წასვლა. ამ დროს კაცი ბედნიერია, მაგრამ ამას აკეთებ ურთიერთობის ნაწილის სახით. და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის ვალდებულება ახსოვდეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მეგობარია. და უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად. საელჩი აქ გადმოიტანა. აღიარა ეს. გოლანის მაღლობები აღიარა სუვერენულ ისრაელის ტერიტორიად. გააძლიერა უსაფრთხოების და სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. შემიძლია ჩამოთვლა გავაგრძელო, მაგალითად აბრაამის შეთანხმებებით. ტრამპი იყო მეგობარი და დაამტკიცა, რომ მეგობარია. ამიტომ ვფიქრობ, თუ ნეთანიაჰუს თხოვთ გააკეთოს რამე, რაც ისრაელისთვის რთულია, შეგვიძლია გონივრულ ფარგლებში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ პრეზიდენტთან ერთად ვიმუშაოთ. ის იქნება პრეზიდენტი მომდევნო 2 წლის განმავლობაში და მეტიც. და ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ პრეზიდენტ ტრამპთან რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა გქონდეს. კი, ამას ვეთანხმები. არასდროს მithქვამს, რომ ნეთანიაჰუ არასწორად თამაშობს თავის კარტებს. არც ერთი წამით. აქ ეს ნეთანიაჰუს ბრალი არ არის. და დიახ, ტრამპი არ ყოფილა ისრაელისთვის უკეთესი მეგობარი ვიდრე ტრამპი და არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ებრაელი ხალხისთვისაც. მან უფრო მეტი გააკეთა შეერთებულ შტატებში მზარდი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ვიდრე ვინმე. და ის ამას გულწრფელად აკეთებს. მე არ მეპარება ეჭვი. და როგორც თქვი, ის მდგომარეობა, რომელშიც მან ნეთანიაჰუ ჩააყენა, ეს არის ის, რასაც ვაკრიტიკებ, არა ნეთანიაჰუს. იმიტომ რაც მოხდა, ეხლა ის ამბობს ისეთ რაღაცებს, როგორიცაა ძალადობის ციკლი. ან
რა ხდება იმ მოლაპარაკებებში, რადგან ირანის რეჟიმი ამბობს, რომ ისრაელმა უნდა დატოვოს ლიბანი. მართალი ხარ, რაც ბუფერულ ზონებზე თქვი. კარგი, აბსოლუტურად მართალი ხარ. ეს ნეთანიაჰუს ბრალი არ არის. თუ აშშ გადაწყვეტს გარკვეულ ისლამისტურ მოთხოვნებს დაემორჩილოს. და მერე ნეთანიაჰუ რას აკეთებს გარკვეულ მომენტში? ეხლა მეშინია იმის წარმოდგენა რა მოხდება, რადგან მართალი ხარ. ნეთანიაჰუ ვერ იტყვის. კარგი, ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ჯარს ლიბანიდან. მას ეს არ უთქვამს. დიახ, ეს მართალია. ზოგჯერ მას უწევს არმიას უთხრას, რომ ცოტა შეამცირონ ინტენსივობა, ასე ვთქვათ. მე ერთი წამითაც არ ვაკრიტიკებ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. ვფიქრობ, ის საშინელ მდგომარეობაშია. ხომიცით, ქმარი და ცოლი. უკეთესი ანალოგია იქნებოდა მოსიყვარულე ქმარი და ცოლი, როცა ყველაფერი კარგად მიდის. და ქმარი ერთ დილას იღვიძებს და ამბობს: არასდროს, მე არ მიყვარხარ, სუდის სუნთქვა გაქვს და მივდივარ, მე არც კი გიცნობ, ვინ ჯანდაბა ხარ? ეს ძალიან გავს იმას, თითქოს პირადულია, თითქოს გულსატკენია. ვიცი, ეს საერთაშორისო ურთიერთობებია, მაგრამ უნდა აღიარო, რომ ეს მოულოდნელი ცვლილებას გავს. ეხლა რასაც ზოგი ადამიანი ამბობს, ისინი ვინც და ზოგი ადამიანი ვიტყოდი, ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, არა, ეს ყველაფერი ხრიკია. ის აძლევს, იცით, ისლამურ რესპუბლიკას შანსს. და ბოლოს 4 ივლისის 2050 წლის იუბილეს აღნიშნის შემდეგ და შეიძლება შუაგულ არჩევნების ან რაც არ უნდა იყოს, ის ამას აღარ მოითმეს. და ის არა, და ის შეცლის თავის ტონს ისრაელთან მიმართებაში. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შემიძლია გითხრათ ჩემი აზრი იმ რჩევებზე, რასაც ის იღებს, ჩემი აზრით ძალიან ცუდია. თუ სოციალურ მედიაში გამოხმაურებებს დავეხრნობით, არა გროიპერებისგან, არამედ კონსერვატორებისგან, რომლებიც ბოლომდე ტრამპის მხარდამჭერები არიან და ახლა იმედგაცრუებულები არიან და აგიხსნით რას გულისხმობ. როგორც ჩანს, მან რჩევა მიიღო თავისი აპარატის უფროსისგან, სუზი ვაილსისგან, რომ თუ არ შეწყვეტს ამ ყველაფერს ომთან დაკავშირებით. და ჰორმუზის სრუტე, იცი, ემბარგო, ბლოკადა ირანის ინტერესებზე. მას უთხრეს, რომ თუ ასე გაგრძელდება, რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებს წააგებენ. აი ეს უთხრეს. და ბევრი რამ, რასაც ის აკეთებს, სწორედ ამ რჩევასთან არის დაკავშირებული. მაგრამ სინამდვილეში ბევრია ისეთი, მათ შორის მეც, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი პირიქითაა. მისი მხარდამჭერები და ამერიკელი ხალხი ერთი რამ, რაც არ მოსწონთ, ომი არ უყვართ, მაგრამ ომში წაგება კი ნამდვილად არ უყვართ. და მით უმეტეს იმ ბოროტ ისლამისტებთან. ამიტომ ვითხოვდი, რომ ის სრულიად საპირისპირო პოლიტიკას ატარებს, რათა რესპუბლიკელებს შუალედურ არჩევნებში დაეხმაროს. ასე რომ მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ. მაგრამ საბოლოოდ ეს მისი გადასაწყვეტია, ხომ ასეა? ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეხლა ჩვენი პოდკასტის დასასრულს უახლოვდებით და ყოველთვის ვამთავრებთ ისრაელის პოლიტიკით. მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს არჩევნების თარიღი. მაგრამ რადგან ჯერ კიდევ არ გვაქვს თარიღი, ვიცით რომ ეს იქნება ოქტომბრის ბოლოს, ან 20 ოქტომბერს, ან 27 ოქტომბერს. მაგრამ საინტერესოა დაფიქრება, როგორ აისახება ეს არეულობა, ეს ახალი დაძაბულობა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისსა და შეერთებული შტატების თეთრ სახლს შორის ურთიერთობაზე. როგორ იმოქმედებს ეს ნეთანიაჰუზე, როცა ისრაელში არჩევნები ახლოვდება? მისთვის, მისი პარტიისთვის, დიახ, მისი საკუთარი არჩევნებისთვის. რადგან ნეთანიაჰუს ერთ-ერთი უპირატესობა იყო ის, რომ ის მეგობარია და აქვს პირდაპირი კომუნიკაცია და აზრთა თანხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. და ვფიქრობ, ზოგიერთი ისრაელი ამომრჩევლისთვის ეს ნეთანიაჰუსთვის ხმის მიცემის მიზეზია. სხვა მიზეზებიც არსებობს. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტთან პირდაპირი წდომა აქვს. და თუ ეს ურთიერთობა აღიქმება, სწორად თუ არასწორად, მაგრამ თუ ამომრჩევლები ხედავენ, რომ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის დაძაბულობაა. რუთი ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს ნეთანიაჰუს ხელახლა არჩევის შანსებზე? კი, ეს შესაძლებელია, მაგრამ იცით, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. და მე უფრო იმაზე ვემხრობი, იმ საპირისპირო ვარიანტს. და ეს არის ის, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიდის, ახლა ნეთანიაჰუ ჩვენთვის უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა გაუმკლავდეთ იმას, რაც მალე მოხდება. იმიტომ რომ გეტყვით რაღაცას, ჩვენ ბევრს ვიცით, შენ და მეც. ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ნეთანიაჰუს უყვართ. ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ნეთანიაჰუს ვერ იტანენ.
ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მას ისე უყურებენ, როგორც ამერიკელები ტრამპს უყურებენ, ისევ მას ამჯობინებენ, მაგრამ არ არიან მისით აღფრთოვანებულები, რაღაც ამდაგვარი. შენ ხომ იცი მთელი ეს სპექტრი არსებობს, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი. ყველა მიცის, მათ შორის მათაც, ვინც ამას არ აღიარებს, რომ ეს არის ლიდერი, რომელიც სხვას არ გავს. და რომ ის რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 7 ოქტომბრის შემდეგ, დავიწყებთ იმაზე საუბარს, რაც ამას წინ უძღოდა, რადგან ხალხს უყვარს ამისთვის მისი დადანაშაულება, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდ პრობლემაში ვიქნებოდით. და გეტყვით, მე ასე ვფიქრობ, რომ თუ ტრამპი მართლაც მიატოვებს ისრაელს, მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ იცით, ეს გრძნობა, ეს ნერვების მომშლელია და სხვათა შორის ჩვენი არჩევნები დაახლოებით 1 კვირით ადრე გაიმართება, ვიდრე შუალედური არჩევნები. ასე რომ, ყველაფერი ძალიან ახლოსაა. მე ვფიქრობ, რომ უმეტესობა ისრაელელების იგრძნობდა, რომ თუ ტრამპი ისევ, იცით, ისრაელის მიმართ გრძნობებს ინარჩუნებს, დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. თუ ისრაელს ზურგს დაუქცევს, ნეთანიაჰუ უფრო მეტად დაგჭირდება, ვიდრე ოდესმე. მაშ, ეხლა გეტყვით. ფიქრობთ, რომ ამაში სიმართლეა? პოლიტიკას მივხედავ და არა. პრეზიდენტს არა არს. და პოლიტიკა ისაა, რომ ნეთანიაჰუს ოპონენტები რაც არ უნდა გააკეთოს, ცუდია, ხომ ასეა? დიახ. თუ პრეზიდენტს ეჩხუბება, იტყვიან, ხომ თქვი შენი საუკეთესო მეგობარიაო და ეხლა ეჩხუბებიო. თუ პრეზიდენტს ეთანხმება, იტყვიან, ეხლა მისი, ხომ იცი? მაი სიმონა. ხო, შენ მისი პუდელი ხარ. ებრაულად რომ გეთქვა, ხომ ასეა? შენ აკეთებ ყველაფერს, რასაც ის გეუბნება. ტრამპი გეუბნება ახტი და შენ ეკითხები, რამდენად მაღლა? რამდენად მაღლა? სწორია. მაგრამ ჩემი კითხვა არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც ნეთანიაჰუს არ მისცემს ხმას, რადგან ისინი გააკრიტიკებენ ყველაფერს, რასაც ის გააკეთებს. სწორია. არის თუ არა ისეთი ნაწილი მოსახლეობის, რომელიც შუაშია, ვინც შეიძლება მისცეს მას ხმა, ან შეიძლება არ მისცეს. და კიდევ ერთხელ, მათთვის მისი ურთიერთობა ტრამპთან აღიქმებოდა როგორც ეროვნული აქტივი. და თუ მასთან ეს ურთიერთობა არ აღიქმება, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თუ ტრამპის მხარეს დადგები იმ საკითხში, რასაც ისრაელის მოსახლეობის 90% სწორად მიიჩნევს, ალბათ ეს მართვის ერთ-ერთი გზაა. მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ვიმედოვნებ, ლოცულობ, რომ ეს პატარა გაუგებრობაა, სწორად ვამბობ. და შემდეგ ძალიან მალე დაუბრუნდებით ძლიერ თანამშრომლურ ურთიერთობას. იმედი მაქვს, ასე იქნება. მაგრამ თქვენაირად, მე 100%-ით დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ ეს ასეა. კარგი, სულ მცირე, შეგვიძლია დავასრულოთ, იმაზე შეთანხმებით, რომ ერთსა და იმავე ლოცვაზე ვთანხმდებით, ასე ვთქვათ. და მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას მომავალ კვირას ჩვენ სტუდიაში, JNS-ის სტუდიებში. და შემდეგ შეგვიძლია ამ საოცარი კონფერენციაზეც ვისაუბროთ, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ჯერ კიდევ გრძელდება. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან კვლავ საუბარს.